თუ სხვა ქალაქისკენ საკუთარი მანქანით მიემგზავრები, თავისუფალი ადგილებიც გაქვს და შეგიძლია გაუმკლავდე მოსალოდნელ მხიარულებას. გააკეთე განცხადება აპლიკაციაში, დაელოდე საინტერესო გზავრის გამოჩენას და გაუდექი გემრიელი სიცილით და ჭკვიანური საუბრებით სავსე გზას. ეს ის შეთავაზებებია, რასაც მგზავრობის აპლიკაცია ჰარი გვთავაზობს. პირველი ქართული მობილური აპლიკაციის ავტორი 21 წლის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტია. მიკა ბაზაძემ მსგავსი აპლიკაციის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწავლებლად თბილისში გადავიდა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნა ხშირად უწევდა. რეალურად, როდესაც ამ აპლიკაციაზე ფიქრი დავიწყეთ, პირველ რიგში შევხედეთ, რამდენად საჭიროება იყო საერთოდ და დავინახეთ, რომ ჩემ გარდა საკმაოდ ასევე ჩემი ბევრი მეგობარი, რომელიც თბილისში გადავიდა, ზუსტად ამ პრობლემის წინაშეა, რომ მათაც საკმაოდ ხშირად უწევთ მგზავრობა ქუთაისის მიმართულებით და ჩვენ გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი ზოგი თბილისიდან, ბათუმში და სხვა რეგიონებში მგზავრობენ და სწორედ ეს პრობლემა აქვთ, გაუმართავი სერვისი, არაკომფორტული მარშრუტკები და ასე შემდეგ. ამიტომ შევხედეთ, რომ საკმაოდ მასშტაბური იყო ეს პრობლემა და გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამგვარად მოგვეგვარებია. ხოლო რაც შეეხება მძღოლებს, დავინახეთ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მარტო მგზავრობს თავისი მანქანით და ძალიან დიდი ხარჯი აქვს ბენზინის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ორი ადამიანი დაგვეკავშირებია ერთმანეთთან, რომ ორივეს თავისი სარგებელი ენახა ამ ყველაფრით. მგზავრობის ეს ალტერნატიული შეთავაზება, რომლის მიზანი ერთი ქალაქიდან მეორეში მიმავალი მძღოლისა და მგზავრის დაკავშირება, ევროპის ქვეყნებში 10 წელია რაც არსებობს. საქართველოსთვის კი სიახლეს წარმოადგენს. ამიტომ ნიკა ბაზაძე ამ სერვისის გამოყენების წესებს გვიხსნის. ეს ყველაფერი ხდება აპლიკაციის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის სისტემაზე, ასევე Android-ის სისტემაზე და აპლიკაციის საშუალებით მძღოლი აკეთებს განცხადებას, სადაც უთითებს ფასს, გასვლის და ჩასვლის ადგილს, ასევე სხვადასხვა ინფორმაციას მგზავრობის შესახებ, ხოლო მგზავრი ეძებს განცხადებებს თავის სასურველ მიმართულებაზე და აკეთებს ჯავშანს. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ დაჯავშნის პროცესს, ეს ყველაფერი არის უნაღდო ანგარიშწორებით საბანკო ბარათით, რადგან გაგვექრო უხერხულობა ხელიდან ხელში თანხის მიცემის. და ყველაფერი ხდება ელექტრონულად. მგზავრი, როდესაც ჯავშნის ადგილს თანხას იხდის ბარათით. აპლიკაცია 3 თვია რაც მოქმედებს და უკვე 4000 მომხმარებელი ჰყავს. მათგან ყველაზე აქტიური სტუდენტების სეგმენტია. ნიკა ბაზაძე ამბობს, რომ დამგზავრებით არა მხოლოდ ხარჯის გაზიარებაა შესაძლებელი, არამედ ეს არის მეგობრების შეძენის და შორი მანძილების ხალისით გავლის შესანიშნავი საშუალება, რაც თავად რამდენჯერმე უკვე გამოსცადა. შევხედეთ, რომ თბილისიდან ქუთაისამდე გზა რაც არის 3 საათიანი, გაცილებით მოკლე ჩანს, როდესაც კომუნიკაცია არის მგზავრობის პერიოდში და როდესაც ზუსტად ეს ჩვენ თავზე გამოცადეთ, გაცილებით უფრო საინტერესო, უფრო სასიამოვნო და მხიარული იყო მგზავრობა, რადგან აღარც ხარ მოწყენილი, ესაუბრები სრულიად უცხო ადამიანს, იმისათვის რომ სარგებლობა მოახერხო, საკმაოდ ბევრი ადამიანი არის საჭირო, რომ სწორედ შენ დღეს, შენი მიმართულებით დაგემთხვეს მძღოლი. და იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ საკმაოდ ცოტა არის ხალხი, 4000 ადამიანი მაინც არ არის ჯერ ბევრი, ამიტომ ჩვენც კი მეც კი მიჭირსო ჯერჯერობით დავემთხვიო მძღოლს, რომ გამოვყვა. თუმცა იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ მალე ეს ყველაფერი უკვე შეიცვლება, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ დღე საკმაოდ ბევრი ადამიანი გებულობს ჩვენ შესახებ. ჰარის გუნდი ამ ეტაპზე 6 ადამიანისგან შედგება. მათ აპლიკაციის ამ იდეით რამდენიმე კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა და მათში გამარჯვება იდეის დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარათ. თავდაპირველად აპლიკაციაზე მუშაობა დავიწყეთ თავისუფალ უნივერსიტეტში, თუმცა მას შემდეგ რაც უკვე მასზე მუშაობა გაცილებით უფრო დიდ დროს მოითხოვდა, გუნდიც გაიზარდა. ამ ეტაპზე ვართ 6 ადამიანი დაკავებული, საიდანაც 4 ტექნიკური კუთხით არის ჩართული სტარტაპში და ეს უკვე აღარ მოიცავს მხოლოდ უნივერსიტეტის ხალხს. იმ დიდი мотиваციის ხარჯზე, რაც მთლიან გუნდს გაგვაჩნდა, შევძელით რომ აპლიკაცია შეგვექმნა და ბაზრისთვის მიგვეწოდებინა. თუმცა მხოლოდ ესეც არ იყო, რამდენიმე კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, ერთ-ერთ მათგანში გამარჯვების შედეგად ესტონეთში ვიყავით წასული, შემოდგომაზე კიდევ გავიმარჯვეთ ერთ კონკურსში, სადაც გრანტის სახით მცირე გრანტი მოვიგეთ და ეს ყველაფერი საკმაოდ დაგვეხმარა, რომ იდეა მიგვეტანა ხალხამდე. პირველი ქართული მობილური აპლიკაციის შემქმნელი, ჰარის სერვისის ტექნიკურად დახვეწას და მომავალში ევროპის ქვეყნებში გასვლას ახალი ხედვებით გეგმავს, რათა მგზავრობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და სახალისო გახადოს. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.